მივდიოდი თამარ მეფის ხიდზე, ფილმს ვიღებ სექს ვორქერებზე და ანონიმურად რახან წერ ამ ადამიანებს ვფიქრე რომ თბილისის კადრებს გადავიღებდი. ანუ ვიდექი ხიდთან და მარჯვენა მარცხენა სანაპიროს ვიღებდი. ამასობაში მოვიდა ჩემთან ერთი ბიჭი, რომელმაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, რომელმაც მითხრა რომ რას იღებ, მე ვარ პოლიციელი, მე ვუთხარი რომ რას ნიშნავს რას ვიღებ, თქვენ რაში გაინტერესებთ, მე რას ვიღებ, მომეც შენი კამერა, მანახე რა გადაიღე. მე ვუთხარი რომ ჩემი პირადი საკუთრება და ამიტომ არ ვთვლი საჭიროდ რომ მე მოგცე ჩემი კამერა და ნუ ეს ადამიანი წავიდა უკვე რომ გადმოვედი აქ ხიდისკენ მარჯანიშვილისკენ უბრალოდ აღმაშენებლისკენ დამეწია ორი ადამიანი ასევე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ერთი იყო არჩილ სამედაშვილი სამხედრო პოლიციიდან მათ შორის თავისი მოწმობა და მითხრა რომ მე არ მქონდა უფლება გადამიღო ხიდზე კადრები იმიტომ რომ თავდაცვის სამინისტრო არის აქ და არ შეიძლება ამის გადაღება მე ვუთხარი რომ არც არ არის იმის ნიშანი რომ აქ გადაღება არ შეიძლება შესაბამისად ვერაფრით ვერ მოგცემთ ჩემ კამერას ეს ჩემი პირადი საკუთრებაა და ორგანიზაციის სადაც მე ვმუშაობ. ამის შემდეგ მათ გადმოიძახეს პატრულის თანამშრომელმა მითხრა ზაზა პატრულის თანამშრომლის სახელი იყო გვარი არ უთქვამ სამ ადამიანმა მითხრა რომ მიმეცა მათთვის ეს კამერა ან დაადგენდნენ ჩემს ასე ვთქვათ სახელს გვარს და სად მუშაობდა როგორ უკვე იმ ადგილას სადაც წამიყვანდნენ და შემდეგ კიდე შემოვერთდნენ სხვა ადამიანები. აი ხა შეგიძლია გადაიღო ესენი არიან ეს ადამიანები ვინც მე ასე ვთქვათ ჩემ კამერას ითხოვენ და იმას თუ რას და რატომ ვიღებდი კამერა წაგართვეს თუ არა? არა კამერა არ წაურთმევთ მე არ ვაძლევდი კამერას და უთხარი რომ მომიტანეთ მაჩვენეთ კანონი სადაც წერია რომ ხიდზე აკრძალულია გადაღება გამოელია შეგიძლიათ რომ გითხრათ რა მოტივით არ აღებინებდით გასა თუ შეგიძლიათ ერთ წარმოადგენელი რომ წამოყვეს იმ ადგილზე რა რო გითხრათ აი რომელიმე თქვენგანმა რატო არ შეიძლება იქ გადაღება და რა მოტივით არ თმევდით კამერას ფურცელი ხო უნდა არსებობს თამარ მეფის ხიდზე სადაც იღებდა მოქალაქე სამხედრომი ეს ამათია აი ამათია რატო არ შეიძლება გამოკრული არის საბრალო აკრძალულია გადაღება იქ არ არის იმ შემთხვევაში და იქ არის გამოკრული ხო შეიძლება არა უბრალოდ ხონდა არსებობს რა საუბრო იგიბის ყოველს გაივი აქ ჯერ გითხარი და ის ადამიანები ვინ იყვნენ უფორმო ადამიანები სამოქალაქო პირები რომლებიც უკრძალავდნენ გადაღებას ვერ ყვევით მორგებით ის ადამიანები სად არიან რომლებიც სამოქალაქო ფორმაში ახლა არც ერთი არ არის. აი ერთ-ერთი არის ეს ბატონი, რომელსაც მაჩვენა თავისი ცნობა. ერთადერთი ადამიანი, ხო, სახელის და გვარიც მითხრა და მითხრა რომ არ შეიძლება გადაღება, იმიტომ რომ არის თავდაცვის მინისტრიის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ პირველი ვინც გამოჩერა ეს ადამიანი აქ არ არის. აი ამ მანქანით, აი 123 არც ერთ არის ფორმა, აი ამ მანქანით იყვნენ მოსულები და შემდეგ გამოიძახეს პატრული, რომელიც აი ქვემოთ დგას BVB 966. მამა ძალიან შეიშალათ მე მგონი. და მე ძალიან შევსე. პატარა ბავშვები მეგონეთ ვიღაცა. ძალიან პატარა. ანუ ეხლა არა ის ადამიანი რომელმაც მე სულ თავიდან ხიდზე გამოჩერდა მითხრა რომ პოლიციელი ვარ მაშინვე წავიდა თუმცა ერთ-ერთი იმ ორი სამოქალაქო ფორმიდან იყო ის ვინც აი ხა ამანქანაში ჩაჯდა და მიდის ასე შეიძლება ნიშანი მაგა უნდა იყოს სადაც უცხო გადაგაში ანუ რა აი ხიდზე შუაში შეიძლება ჩეულებრივად არაფერს ისე ხიდზე შუაში თავდაცვის სამინისტრო და მაინტერესებს ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ გადავიღოთ აწი და გვეტყვიან რამეს რომ მივიდე შევიძლია გადავიღოთ Tamden tu arapere problema არ იყო რა დავტანჯა და გავხელდა და რა უკვე 40 წუთია ჩვენ აქ გავართ და ალბათ თქვენ რომ არ მოსულიყავით და რომ არ დაენახათ პატრულის და პოლიციის თანამშრომლებს რომ ჟურნალისტები იყვნენ ისინი არც გაგუშვებდნენ პირიქით გვეუბნებოდნენ რომ წაგვიყვანდნენ პოლიციაში და იქ დაადგენდნენ შემდეგ ყველაფერს რაც არის თითოეული ჩვენგანის უფლებების მე ვფიქრობ აშკარად არ